მარნეულის მუნიციპალიტეტში წინა საახალწლო სამზადისია. 2016 წელს მარნეულის კულტურის ცენტრი და ადგილობრივი ხელისუფლება გრანდიოზული ღონისძიებებით ხვდება. როგორც ჩვენთან საუბრისას კულტურის ცენტრის დირექტორმა ნატო შავიშვილმა აღნიშნა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რათა მარნეულელები ახალ წელს განსხვავებულ გარემოში შეხვდნენ. კულტურის ცენტრის დირექტორის თქმით, სადღესასწაულო ღონისძიება ყველა ასაკის მაყურებელზე იქნება გათვლილი. საკონცერტო პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ფოლკლორს დაეთმობა, რომელიც დღის პირველ ნახევარს ჩატარდება, ხოლო საღამო დატვირთული იქნება სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით. 2015 წლის გაცილება კი გრანდიოზული ფეიერვერკით დაგვირგვინდება. მოგახსენეთ, რომ წინა საახალწლოდ კულტურის, არა მარტო კულტურის ცენტრს, არამედ მთელს მარნეულის მუნიციპალიტეტს გარკვეული საქმიანობა გასაწევი იმისთვის, რომ მარნეულის რაიონის მოსახლეობას ახალი წლის წინა საღამოს არაჩვეულებრივი სანახაობები შესთავაზოს. ყველა ასაკის წარმომადგენელზე გვაქვს გათვლილი აღნიშნული ღონისძიებები, იქნება ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები, ატრაქციონები, იქნება სანტა-კლაუსი, რომელიც დაარიგებს საჩუქრებს, იქნებიან ანიმატორები, რომლებიც გაართობენ ბავშვებს და ასე შემდეგ. ასევე მინდა გითხრათ, რომ საკონცერტო პროგრამა იქნება ორ ნაწილად გაყოფილი. პირველი ნაწილი ფოლკლორს დაეთმობა და სხვადასხვა ჩვენი რაიონში მოღვაწე კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნულ კონცერტზე. თუმცა დღის მეორე ნახევარი, ანუ უფრო სწორად საღამო, მთლიანად დატვირთული იქნება ბენდების საკონცერტო პროგრამით. საღამოს პროგრამა დაეთმობა ბენდებს, წარმოდგენილი იქნება მარნეულის ბენდი მარნელი და ბენდი თესეუ არტი, რომელიც მთლიანად გასართობდა საცეკვაო განწყობას, სახალისო განწყობას შეუქმნის ახალგაზრდებს და მინდა ვთქვა, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს რაიონში, ეს იქნება კულტურის ცენტრი, კულტურის სამსახური, თუ მთლიანად მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელი აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ 31 დეკემბერი მარნეულელებისთვის იყოს ღირსშესანიშნავი და საინტერესო და სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად იყოს ყველა აქტივობა. და რა თქმა უნდა, საღამოს დაამთავრებს საზეიმო ფეიერვერკი, რაც იქნება ლოგიკური ფინალი 2015 წლისა, რათა უფრო ხალისიანი და კარგად შევხვდეთ წარმატებებით, შევხვდეთ 2016 წელს. საახალწლო განწყობის შესაქმნელად მუნიციპალიტეტში ქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა იწყება. როგორც მარნეულის კულტურის განყოფილების სპეციალისტი ნინო ხარაიშვილი აღნიშნავს, პირველად მარნეულში 20 მეტრიანი ნაძვისხე მოედანზე დამონტაჟდება. მთავარი ნაძვისხის გარდა შედარებით მცირე ზომის საახალწლო ნაძვისხე დაითმება გამგეობისა და კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ასევე იგეგმება რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩების მორთვა. ნინო ხარაიშვილის თქმით, წელს მარნეულელებს კიდევ სხვა ბევრი საინტერესო სურპრიზი ელოდებათ. მარნეულის მუნიციპალიტეტის ინიციატივით მოერთვება რუსთაველის ქუჩა, ასევე ფანტანთან გაკეთდება გრანდიოზული დიდი ნაძვისხე, რაც არასდროს არ ყოფილა ჯერჯერობით მარნეულში. ასევე მოირთვება გამგეობის და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია, მოირთვება გამგეობის შენობა, განლამაზდება, დიზაინერებთან ერთად ვიზრუნებთ მარნეულის დიზაინზე წელს უკვე რაღაც განსხვავებულად. 18 დეკემბრიდან უკვე დაიწყება საახალწლო მზადება. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაიქმნება მარხილები, თოვლის ბაბუები და ასევე ირმები. გვექნება ორი ნაძვისხე, ერთი იქნება მოედანზე, გრანდიოზული დიდი, ესე იგი 20 მეტრიანი ნაძვისხე, მეორე იქნება კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შედარებით პატარა, თუმცა ძალიან ლამაზი.